არის ბედნიერება. ალექსი ილიასძე ოსიპოვი, მოსკოვის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი. რა უნდა ვქნათ, თუ ბედნიერების ჟამსაც კი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი რამ, რომ ცხოვრება აღარ გსურს. აქ რა თქმა უნდა განსაზღვროთ, რა იგულისხმება იმ ბედნიერებაში, როცა სიცოცხლე აღარ გვინდა. ბედნიერება შინაგანი სულიერი მდგომარეობაა. იმის გამო, რომ ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. ყველაფრით უზრუნველყოფილი ვარ. ეს რა ბედნიერებაა? რა სისულელეა? იცით, რომ მილიონერები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. იმიტომ კი არა, რომ გაკოტრდნენ, არა, სრულიად პროზაული მიზეზით. გავიხსენებ იღუმენი ნიკონ ვორობიოვის მონათხრობს, რომელიც ახალგაზრდობაში პროგრესის, თავისუფლების, თანასწორობის, ძმობის იდეებით იყო შეპყრობილი. ყველანი შეგძურა შემთხვევამ, რაც გაზეთებში გამოქვეყნდა, რომ 20 წლის ახალგაზრდამ, მილიონერის მემკვიდრემ, რომელსაც ყველაფრით უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიყვარულში არ გაუმართლა. ესე იგი, ბედნიერი ცხოვრება ბედნიერებას არ გულისხმობს. თუ შინაგანად არ ხარ ბედნიერი. და აქ ქრისტიანობა გვთავაზობს ბედნიერება როგორ მოვიპოვოთ. რა არის ბედნიერება? ბედნიერება ეს სიხარულია. მე არ ვლაპარაკობ ხმამაღალ სიტყვებზე, რაც სიყვარულს ეხება. მე მიგითითეთ, როგორც წარმმართველი, მიმართულების მომცემი. ბედნიერება სიხარულია. და თუ სიხარული არ არის, ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიფიქროთ არა სურვილზე, საიდან იღებს ცხოვრება სათავეს, არამედ ცხოვრების უაზრობაზე და იმის გაუგებრობაზე, რით გამოიხატება ცხოვრების ეს აზრი და როგორ განვახორციელოთ. ხედავთ, მე მოხარული ვარ ამ კითხვის გამოგზავნის გამო. რამდენად მნიშვნელოვანია შეეძინო ქრისტიანული მსოფლმხედველობა, რაც ჩვენ გვიხსნის უდიდესი უბედურებისა და ფათერაკისაგან. ნიკონ ოპტინელი, ოპტინის მონასტრის ბოლო მკვიდრი, მღვდელმონაზონი, დაპატიმრებულ იქნა 29 წელს, გაპარსეს, გაკრიჭეს, გახადეს ბერის სამოსი, ყველანაირად დასცინეს, ჩასვეს ქურდბაცაცებთან, სადაც ტუბერკულოზით დაავადდა და მის ერთ-ერთ ბოლო წერილში ასეთი ფრაზაა: ჩემს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს. ბოლოს და ბოლოს გავიგე, რომ ასეთი ღვთის სამეფო ჩვენში შინაგანად არსებობს. ფიქრობთ, რომ ეს სიახლეა? დიდმოწამე ევსტატის ცხოვრებაში ეს მესამე საუკუნეა, ვკითხულობთ. როდესაც იგი საშინლად აწამეს, ტყავი ცოცხლად გააძრეს, უეცრად სახე გაუბრწყინდა და ღვთის მიმართ წამოიძახა. სხეულებრივი სატანჯველი ეს სიხარულია შენი მონებისთვის. ჯალათები იმდენად გაოცებულნი იყვნენ, რომ ზოგიერთმა მათგანმა წამების იარაღები იქვე დაყარა და თქვა: მე ქრისტიანი ვარ. რა თქმა უნდა, მათაც მაშინვე თავები წააცალეს, მაგრამ მხოლოდ დაფიქრდით, თუ არსებობს ღმერთი, ესე იგი ნამდვილად არსებობს ღვთის მადლი. ღმერთი თითოეულ ადამიანშია, ღვთიური სამეფო ჩვენშია. სამეფო ხომ არ არის ღმერთის გარეშე, მაგრამ ჩვენ ეს ოქროს საუნჯო უნდა გავაღოთ, რაც სწორი ქრისტიანული ცხოვრებითაა შესაძლებელი.